18 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 36 წლის კაცი დუმილის უფლებას იყენებს. ივანე გიგლენიანს, რომელიც წარსულში მრავალჯერ იყო ნასამართლები, მათ შორის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის სამუდამო პატიმრობა ემუქრება. სასამართლოზე ჩვენების მიცემაზე უარი თქვა რაჯი პაკელიანმაც, მას გამოძიება უმძიმესი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. რატისბარში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ორივე დაკავებულს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. პროცესს ნიკა საჯაია დაესწრო, რომელიც დეტალებით აგრძელებს ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. Diakhluka, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ორივე ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ეს არის 18 წლის ალეკო შაკიაშვილის მკვლელობის საქმე და ამ საქმეზე მკვლელობის ბრალდებით დაკავებული არის ივანე გიგლენიანი, რომელმაც დღეს დუმილის უფლება გამოიყენა. თავის მხრივ კი პროკურორმა განმარტა სასამართლო პროცესზე ის მასალები და გააცნო მოსამართლეს, რომელიც ამ დროისთვის გამოძიებას აქვს ხელთ და პროკურატურის ვერსიით სწორედ ინციდენტი დაიწყო ბარიშიდა ტერიტორიაზე და როგორც პროკურორმა თქვა დღევანდელ პროცესზე, ეს მოხდა მაშინ, როდესაც 18 წლის ახალგაზრდა დაეჯახა მკვლელობაში ბრალდებულს, რასაც მოყვა უკვე გარკვეული ინციდენტი და ამის შემდგომ, როგორც სახელმწიფო ბრალდება აცხადებს, ბარის უკან მდებარე ოთახში გაიყვანა ივანე გიგლენიანმა მოკლული ახალგაზრდა, სადაც მას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, მათ შორის სასიკვდილო იყო ორი ჭრილობა, თუმცა პროკურორი ამბობს, რომ უნდა დაველოდოთ ამ შემთხვევაში უკვე დამატებით ექსპერტიზას და შემდგომ მან დატოვა ტერიტორია. მასთან ერთად კი იმყოფებოდა მეორე დაკავებული რაჯი პაკელიანი, რომელსაც პროკურატურა ედავება დანაშაულის შეუტყობინებლობას, როგორც საქმის პროკურორმა განაცხადა, ამასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება დანაშაულის ჩადენის მოტივს, საქართველოს პროკურატურის პოზიციაა, რომ მძიმე მკვლელობას მოტივი არ გააჩნდა. წარსულში მოკლულსა და ბრალდებულებს რაიმე სახის ნაცნობობა არ ქონიათ. ამავდროულად საქმის პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს საქმეში არაერთი მტკიცებულება, რომელსაც უკვე საქმის არსებითი განხილვისას ისინი წარადგენენ სასამართლოზე. რაც შეეხება შუამდგომლობას, პროკურორი პატიმრობას მოითხოვდა დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე. ამავდროულად მან იხელმძღვანელა იმითაც, რომ მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც ამავე მძიმე დანაშაულზე იხდიდა სასჯელს და პროკურორმა ასევე თქვა, რომ ის დანაშაულის ჩადენის შემდგომ მიიმალა, კერძოდ კი მისი დაკავება, როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდგომ მოხდა სოფელ დიდგორში. არსებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა სრულიად უმიზეზოდ, უმოტივოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე რატისბარში ყოფნისას, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა ნასამდგომარეობაში მყოფმა 18 წლის ბიჭმა გვერდით გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ამ მიზეზით მოკიდა მას ხელი, შეიყვანა ამ ბარის უკანასკნელ სივრცეში არსებულ ერთ-ერთ ოთახში და ხულიგანური ქვენაგრძნობით ყოველგვარი მოტივის გარეშე ხელთარსებული დანით სხეულზე მიაყენა დაზიანებები. დაზიანებების მიყენების შემდეგ დაჭრილი მიატოვა იქვე, გამოვიდა, დაბრუნდა თავის სუფრასთან. მეორე ბრალდებულს, რომელსაც ბრალი აქვს წარდგენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლებისთვის, უთხრა ჩადენილი მოქმედების შესახებ, რის შემდეგაც ორივე ბრალდებული მიიმალა შემთხვევის ადგილი. დღევანდელ სასამართლო პროცესს მოკლული 18 წლის ბიჭის ოჯახის წევრები არესტრებოდნენ, დარბაზში იმყოფებოდნენ ბრალდებულის ახლობლები. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული რაჯი პაკელიანის უფლებადამცველი განმარტავს, რომ რეალურად პაკელიანს არ ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ისმა მეგობარმა მოკლა ახალგაზრდა ადამიანი. ამავდროულად ის ამახვილებს ყურადღებას, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომლითაც
ადასტურდება, რომ მან თითქოს დანაშაულის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია. Როგორც ადვოკატები დღევანდელ პროცესზე აღნიშნავდნენ, ამ გარემოებაზე მიუთითებს მხოლოდ ბარის მფლობელის ჩვენება, თუმცა ისინი ამ ჩვენებასაც ადაუსხდიან და აცხადებენ, რომ ეს ყოველივე არ შეესაბამება სიმართლეს, რასაც ადასტურებს ის, რომ თავად მომხდარი დანაშაულის შესახებ რაჯი პაკელიანმა უკვე მას შემდგომ შეიტყო, როდესაც ის საგამოძიებო სამსახურში გადაიყვანეს. თავად მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ არის ბევრი უზუსტობა, რომელიც არის დასადგენი, ამავდროულად ის აცხადებს, რომ დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე ბევრ დეტალზე ისაუბრებს, თავად ბრალდებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა ადვოკატი ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ იმ პროდუქციით, რომელიც იმ ალკოჰოლური სასმელებით, რომელიც რეალიზებაც ხდება სწორედ ამ ბარში და აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებითაც გამოძიება უნდა გქონდეს კითხვები, რაც დამატებით ახალ გარემოებას გამოავლენს საქმეში. იყენებს დუმილის უფლებას, რა თქმა უნდა, შესაბამისად შემდგომი ეტაპებისთვის უკვე პასუხი გაეცემა, რა თქმა უნდა, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ფარგლებში იმ კითხვის ნიშნებს, რომელი კითხვის ნიშნებიც არსებობს. შეამოწმონ უბრალოდ რატის ბარში და სხვა ეს დაბალ ბიუჯეტიან მოკლედ დაწესებულებებში სასმელი როგორი არის, რანაირ სასმელს ყიდიან საერთოდ რასალევინებ, იმიტომ რომ იქ მე რამდენადაც ვიცი, არაერთი ცუდი ფაქტი არის დაფიქსირებული და თითქმის ყოველ ეგრეთ წოდებულ ივენტზე და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი სასმელი, რომელსაც თავაზობენ ისინი თავის მომხმარებელს, აბსოლუტურად იწვევს ადამიანის გონების გათიშვას. და მე ცნობიერს კარგავენ და მე ხდება ზუსტად ისეთი კონფლიქტები, რასაც აი ესეთი ტრაგედიები მოყვება. პირმა ნამდვილად უნდა იცოდეს, რომ ჩადენილი და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული. როცა შემთხვევაში საქმეში წარმოქმნილი მასალები მოგაჩნია, რომ ვერ დასტურდება აღნიშნული ის შესახებაც დაცვის ჰქონდა პოზიციებს დაფიქსირებს დროს სასამართლოში. მან ნამდვილად არ იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მეგოჩნია წარმოქმნილი მასალებით ვერც ეცოდინებოდა ჩემი დაცვის პოზიცია. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს იყო აღკვეთი ღონისძიება და სასამართლო მხოლოდ ამ ნაწილს განიხილავდა, დეტალურად არ მოხდა გარკვეული საკითხების განხილვა, თუმცა სასამართლო პროცესიც და შემდგომაც გაისმა კითხვები, მათ შორის პასუხისმგებლობის ნაწილთან დაკავშირებით ერთ-ერთი მთავარი კითხვა არის დანაშაულის ჩადენის იარაღი როგორ მოხდა შიდა ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც დაწესებულებას ყავს უსაფრთხოების სამსახური და ამ მიმართულებითაც როგორც სახელმწიფო ბრალდებას, ასევე დაცვის მხარესაც აქვს კითხვები. პროკურორი აცხადებს, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, ის აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუ კი სამართლებრივი კითხვები სხვა პირებთან მიმართებითაც დადგება, პროკურატურა ამ მიმართულებით უკან არ დაიხევს, რაც შეეხება არსებით ნაწილს, პროკურორმა ითხოვა, რაც შეიძლება ხანგრძლივი დრო იმისთვის, რომ სახელმწიფო ბრალდება მოემზადოს და მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ 3 ივლისიდან განახლდება ამ საქმეზე სასამართლოს ხდომები, თუმცა ამ ეტაპისთვის, როგორც გვაქვს ინფორმაცია და პროკურატურაც არ უარყოფს, არსებობს არაერთი ჩანაწერი უშუალოდ ბარის შიდა ტერიტორიაზე, ასევე გარის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, სადაც მთლიანი პროცესი არის სასახული თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები დანაშაულის ჩადენისა და შემდგომ პერიოდში, ასევე გამოკითხული არის 20-მდე მოწმე. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლის ნაწილით მიმდინარეობს ერთ შემთხვევაში, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულს ემუქრება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა, რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ეპიზოდს, ამ შემთხვევაში თუ კი დაკავებულს ბრალი დაუმტკიცდება, მას 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.